სპოდა ედინეს პოდა სახელითა მამისა და ცოდაც მისასვლისა და ჩვენთან ერთად აგლოცავთ გაგაზლიერო გილოცავთ დღევანდელ წყინვალე დღესასწაულს ანდრია მოციქულის სცენების დღეს პირველ წოდებულის ვახტანგ გორგასლის სცენების დღეს და პეტრე პირველის პირველი კათოლიკოსის და საბოლოო პირველის დღეს ნამდვილად დიდებული დღეა მაგერიცი თქვენ რომ ბათუმში უამრავი ხალხი მოინათლა მისი უწმინდესობის ნათლები გახდნენ უამრავი სხვა ხალხი და ძალიან დიდებული დღეა და უწმინდესის ლოცვა კურთხევით ილია მეორის ჩვენი დიდებული პატრიარქის ლოცვა კურთხევით ეს აიღა ჩვენთან უნივერსიტეტის ეკლესიაში წმინდა ყველა უსერეთის ხიჭაურის უნივერსიტეტის ეკლესიაში ეკურთხა მოძღვარი მღვდელი და ასევე ეკურთხა დიაკონი. მერთვა ინებოს რომ ეს დიდი მადლი რომელიც დღეს აჭარაში დაკრიალდა მთელ საქართველოს მოეფინოს და ჩვენ წამს და გვჯერა რომ ივერია არის ლაზარე და მისი უწმინდესობის ილია მეორის ლოცვით ივერია გაბრწყინდება ის აღდგება მთლიანად გამთლიანდება ნიკოსიდან და რუბანდამდე ოსეთიდან არაგაცამდე აღდგება მთელი ივერია იმიტომ ჩვენ ვიცით და წამს და გვჯერა რომ არსებობს ორგვარი საზღვარი საქართველოსა ერთი არის ის საზღვარი რომელშიდაც ის საზღვრები რომელშიდაც ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელმა ჩაიბარა სრულიად საქართველო როდესაც უფალმა მას წილისყრით არ უნდა მოსაქცევად და ჩააბარა სამკვიდროდ ივერია აი საზღვრები რომელშიდაც დედა ღვთისმშობელმა ჩაიაბარა საქართველოს ეს არის ძალიან დიდი ტერიტორია თქვენ მოგეხსენებათ ქართლის ცხოვრებას კითხულობთ და თქვენ მოგეხსენებათ უფლის აღთქმა დედა ღვთისმშობლის მიმართ როცა ბრძანებს უფალი დედა ღვთისმშობელს ეუბნება რომ ოი დედაო ჩემო საყვარელო არამოგელებელს ყვერი საზეპურო მეოხებითა შენითა მათვისო და როცა ეუბნება რომ ამერს ვერავინ საქართველოს ვერავინ ვერ ძლეეყოფა ვერავინ ვერ მოერევა და ეს გაბრწყინებული ჩავარდება უფალს არის საოცარი აღთქმა მაცხოვრის დედა ღვთისმშობლის მიმართ და ჩვენ გვჯერა რომ და გვწამს რომ ეს ყველაფერი ზუსტად ისე ახდება როგორც უფალმა ბრძანა როგორც მაცხოვარმა ბრძანა და თუ ჩვენ დღეს გვიჭირს ეს ჩვენი ცოდვების გამოა მაგრამ დედა ღვთისმშობელი თავის ეს აღადგენს გამთლიანებს გააბრწყინებს და მოიყვანს მთლიანად დედა ეკლესიაში და დიდი ივერია აღდგება ჩვენ ნამდვილად უნდა გვახსოვდეს რომ ადამიანის ცხოვრებაში არის ორი გზა ერთი გზა ღვთისკენ მანადიული ცხოვრებისკენ და ბედნიერებისკენ და ღვთის სასუფეველისკენ როგორც უფალი ამბობს თქვენი ნატრებდეთ მხოლოდ სასუფეველსაც ათასა და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ ანუ თუ ჩვენ ვინატრებთ ღვთის სასუფეველს და მის სიმართლეს დანარჩენი ყველაფერი შეგვეძინება აბსოლუტურად რაც კი გვჭირდება რაც კი ჩვენ გვჭირდება და მეორე გზა არის ღვთისგან დაშორების და ბნელში დამთქმის დავიწყების ღვთისაგან და ეს არის აშინელი ტანჯვის გზა ამიტომ აი მერთვაქნას რო ჩვენ როგორც უფალი ამბობს აი მე ვდებ თქვენ წინაშე ორ გზასო გზას მარადიული სიცოცხლის და გზას სიკვდილისა ამოიჩიეთ რომელიც გინდათო და აი ჩვენ ინებოს უფალმა რომ ავირჩიოთ გზა სიცოცხლის გზაფრის გზა მარადიული ნეტარების ეცაში და ჩვენ ღვთისთვის ვიყოთ პირველ რიგში და მაშინ როგორც უფალი ამბობს ინატრეთ სასופველით სათა და სიმართლე მისი თქვენი სისულვეთ პირველ რიგში და ესე ყოველი შეგეძინოთ თქვენ რაც გჭირდებათ და მაშინ ჩვენ მათ გვწამს რომ დანარჩენი ყველაფერი შეგვეძინება ჩვენ და ჩვენი გაჭირვების მთავარი მიზეზი ჩვენი ესეთი შევიწროების მთავარი მიზეზი ქართველი ხალხის არის ის რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენ დავივიწყეთ შეჯეროთ ეს გზა ღვთისკენ მიყვანებელი გზა სასופველისა
ჩვენი სურვილი არის არასასუფეველიც საერთოდ არა ქრისტესთან ყოფნა და დედა ღვთისმშობელთან, არამედ ჩვენი სხვა მოთხოვნილებები, მატერიალური მოთხოვნილებები, რაღაც ისეთი ხორციელი სიამოვნებები და შესაბამისად ჩვენ დავადექით სამწუხაროდ გარკვეული ნაწილი აი ამ გზას, რომელიც მიდის არარაობისკენ, რომელიც მიდის ტანჯვისკენ, რომელიც მიდის ბნელისკენ და შესაბამისად ჩვენ კარგავთ იმას, რაც გვაქვს და დავკარგეთ უკვე, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, რომ წმინდა მიწაზე მცხოვრები ერი დაკარგავს წმინდა მიწაზე ცხოვრების უფლებას, თუ კი სიწმინდეს დაკარგავს. ჩვენ დავკარგეთ სიწმინდე. ჩვენ დავკარგეთ დიდი რწმენა, რომელიც ჩვენ წინაპრებს ჰქონდა. წარმოიდგინეთ 100,000 კაცი ერთ დღეს ეწამა საქართველოში ქრისტეს სახელის გულისთვის, უფრო მეტი თბილისში. დავით-გარეჯში 6,000 კაცი ეწამა ერთ დღეს ქრისტეს გულისთვის, ბერი. 20,000 კაცი ერთ დღეს ეწამა ხალთახევის მონასტერში, უფრო მეტი ალბათ ვინ იცის რამდენი. გამოწვეს თემურლებმა და მისმა არმადამ, ბოროტმა, ძალამ. ხოდა აი ჩვენ დავკარგეთ ეს გზა, ჩვენ რაღაც ისეთი გავერთეთ ხორციელ სიამოვნებებში, ხორციელ მოთხოვნებში, საშინელი, აი ხორციელი მარტო ის კი არ არის, კაი ჭამბადას, მაგრამ აზროვნებით ხორციელ მოთხოვნილებებში. რაღაც პოლიტიზირებული გახდა მთელი ერი, არაფერი არ ახსოვს. ჩვენ ხალხს გარდა პოლიტიკისა, ის იმას განიკითხავს, ეს ამას განიკითხავს, ის იმას გვთავაზობს, ის იმ პროგრამას გვთავაზობს. წარმოიდგინეთ, თქვენ საქართველოში 54 კანდიდატი იყო პრეზიდენტობის კაცო, ეს არის რაღაც საშინელება და რამდენი პარტიაა, ვინ იცის, აღარავინ აღარ იცის, რამდენი პარტია, ვეღარ თვლიან, ყველას თავისი პროგრამა, მეუშველი საქართველოსო. ესეთი დიდი ამპარტავნობა, ესეთი დიდი ამბიცია, ეს არის ძალიან ძნელი მოსაგონებელი. ხსნელი და მესია ერთია, ქრისტე. ჩვენ მას უნდა შევუდგეთ, ის უშველი საქართველოს და დედა ღვთისმშობელი. როგორ შეუძლია ვიღაც ადამიანების ჯგუფებმა საქართველოს უშველოს? ეს გამორიცხულია შვილებო. იმიტომ რომ უფალი ამბობს, რომ არარაი ძალგიც თვინიეთ ჩემსასო. უფალი ბრძანებს, რომ ჩემს გარეშე არაფერი არ შეგიძლიათო. არაფერი არ შეგიძლიათო და რა შეგვიძლია ჩვენ ხედავთ ახლა თქვენ რა ხდება საქართველოში. ერთი ტერიტორია დაკარგული, მეორე ტერიტორია დაკარგული, მესამე ტერიტორია დაკარგული, მესამედი დარჩა საქართველო არც კი დარჩა იმისა რაც იყო, დაკარგული ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, დაკარგული სოჩის ოლქი, აფხაზეთი, დაკარგული სამაჩაბლო, დაკარგული სომხებსა აქვს წაღებული, მთელი რაიონები, საინგილო მთლიანად დაკარგული, დვალეთი დაკარგული. აი ეს არის ჩვენი ამბიციის შედეგი. აი ეს არის შედეგი იმ პოლიტიკისა, როცა ვამბობ ჩვენ მეუშველი საქართველოს, შენ ვინ ახარ შეუბედურო, რას უშველი შენ საქართველოს, ხვალე ცოცხალი იქნები საერთოდ. სახლიდან რომ გახვალ სახლში დაბრუნდები ცოცხალი, შენ ამის გარანტია გაქვს, ვინ ახარ შენ? არავინ, გარდა იმისა რომ ხარ ამპარტავანი. და ხიბლში ხარ, სიცრუეში ხარ. აი ამაშია საქმე. ჩვენი მესია, ჩვენი მშველელი, ჩვენი გადამრჩენელი, ჩვენი ხსნელი, ეს არის მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი, რომლის სიყვარული ქვეყანა ჩვენ ვართ. და აი დღეს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით. წმინდა ანდრია პირველწოდებულისა, რომელიც გამოაგზავნა ყოლაწმინდა დედა ღვთისმშობელმა საქართველოში. იმის გამო რომ უფალმა უბრძანა, რომ შენ დარჩი იერუსალიმში. დედა ღვთისმშობელი ემზადებოდა საქართველოს სამოსასვლელად, ივერიაში თავისი ქვეყანაში და შენი ქვეყანაო მარადიულად იქნებაო ჩემი მფარველობის ქვეშ და ვერავინ ვერ მოერევაო შენს გამო ამ ქვეყანასო ივერიასო და ბოლო ჟამს გაბრწყინდება იგიო და შენს მაგივრათო ანდრია მოციქული გაგზავნე სიმონ კანანდელი თანაწარატანი და ხატი შენი წმინდა წარატანეო რომელი პირსა შენს ადადებითა გამოისახოსო და ეს ხატი დიდაჭარის ხატი თქვენ ისით ანდრია მოციქული მოვიდა პირველ დიდაჭარაში და შემდეგ აწყურში გადასული ანდრია მოციქული ხატი და წოდებული აწყურის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატად აწყურისაც წოდებული ეს ხატი აი ეს ამის შემდეგ ესე იგი საქართველოში მოგზანდება დედა ღვთისმშობელი და აწყურის ხატს მოაბრძანებს ანუ დიდაჭარის ხატი რომელიც დიდაჭარაში დამკვიდრდა და თქვენ იცით რომ აწყურის ხატი გარკვეული დროის შემდეგ საქართველოდან გაუჩინარდება, არავინ არ იცის სად არის და ბოლო ჟამს დაბრუნდება
დაბრუნდება აწყურის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გამოჩნდება, დაბრუნდება ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატი. მობრძანდება დედა ეკლესიაში, ტაძარში, ანჩის ყოლაწმინდა პირი ღვთის ხატი და ეს იქნება ჩვენი ერის გაბრწყინება. დაგტოვა ჩვენ აწყურის ღვთისმშობელმა, იმიტომ ჩვენ ცოდვებს ჩავარდით, გამოჩნდება, იმიტომ რომ ბოროჟამს ივერია უნდა გაბრწყინდეს, უნდა აღდგეს როგორც ლაზარე აღდგა. იმიტომ რომ ასე ნებავს ყოლაწმინდა დედა ღვთისმშობელს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, ღმერთმა დაიცვას ივერია. ჩვენ ხედავთ რა, საოცარი პოლონელი მიმდინარეობს მსოფლიოში. გაიხსნა მთელი მსოფლიო, გადაგვარდა. დემოკრატიის ნიღბით იღებებიან. განა პავლე მოციქული არ ამბობს, როცა იქნება მშვიდობა და უსაფრთხოება, როცა იწყიანო, მაშინ მოვა ის საშინელი საფრთხე დედამიწაზეო და როგორც მახე ისე დაატყდება დედამიწასო. განა არ ხედავთ ჩვენ დემოკრატია. ამასინად ნახეთ ერთ-ერთ ეკლესიას უტევდნენ ერთ-ერთ ეკლესიას ლეგეტებე, ანუ გარყვნილი ხალხი, დაცემული სითახსილეში მყოფი ხალხი. 7000 კაცი დაესხა თავს და ქალი, გატიტულებულები, საშინელ დღეში ორგიებს ჩადიოდნენ. პირდაპირ აი ამ ეკლესიას გარშემო ერტყა ხალხი, ვინც იცავდა ეკლესიას, ესე იგი ჯაჭვის სახით ესენი მიდიოდნენ, ასხურებდნენ რაღაცეებს, საღებავებს ხებდნენ, იქვე ორგიებს მართავდნენ. და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ესენი ითვლებიან დღევანდელი გაგებით 7000 კაცი თავდამსხმელები დემოკრატებად და ისინი ვინც იცავდნენ ეკლესიას ხმა რო გამოეღოთ და რამე ეთქვათ ისინი იქნებოდნენ აგრესორები და აი ესეთი გაგებაა დღეს უკუღმართი ანტიქრისტეს გაგება ანტიქრისტეს რას ხედავ ჩვენ დღეს რას ხედავ ჩვენ გვაძალებენ იმას რომ ჩვენ შევიდეთ რაღაც გაერთიანებაში, სადაც დაკანონებულია გათახსირება, ერთსქესიანი ქორწინება, სადაც დაკანონებულია ინცესტი, სადაც დაკანონებულია იუვენალური იუსტიცია, როცა მშობლებს შვილებს ართმევენ იმის გამო, რომ თქვათ, აი, C-ვიტამინი არ აქვს სახში და ამ ლოზუნგი ესეთი არა სრულყოფილად უზრუნველყოფილი ოჯახი. სად არის დღეს სრულყოფილი უზრუნველყოფილი ოჯახი მით უმეტეს საქართველოში? შვილებს ათმევენ მიიღებთ, არავინ არ იცის სად არანახევენ მშობლებს და მე აშვილებენ აი ამ ერთსქესიან ქორწინებებზე, გარყვნილ ლეგეტებებზე. აი ხედავთ ჩვენ რა ხდება დღეს მსოფლიოში და ჩვენ კიდე გვეუბნებია რომ ჩვენ უნდა გავხდეთ იმ ორგანიზაციის და იმ გაერთიანების წევრი, სადაც ესენი კანონმდებლობით არის დამტკიცებული. ნუ იყოფინ არ მიუშვას დედაღვთისმშობელმა და წმინდა ანდრია პირველწოდებულმა ქართველი ერი სოდომ გომორში. ნუ რასოდეს ნუ იყოფინ. ამას სიკვდილი ჯობია, ვაშკაცული სიკვდილი. ეს იგივე პროცესია, რა ჯალედინი შემოვიდა საქართველოში და უთხრა რომ ხატები შეურაცხავითო და 100,000 კაცმა თავი გაწირა ხატებისთვის. ეს იგივე პროცესია. ღმერთმა დალოცოს თვითეული ჩვენთაგან. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. გაარწყინოს, აღადგინოს ღვთისმშობლის ივერია და მოიყვანოს დედა ეკლესიაში. ეკლესიასა შინ აკურთხებდით უფალსაო წერია. ეკლესიაზე ასე ამბობს სულიწმინდა ამას კლდესაზე დააღვაშენო ეკლესია ჩემი მაცხოვარი ბრძანებს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. ეკლესია არის სვეტი და სიმწყისე ჭეშმარიტების ერთადერთი რომელსაც ეშმაკი ვერ მოერევა დედა ეკლესია. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ საქართველო გადარჩეს უნდა მოვიდეთ დედა ეკლესიაში ნოეს კიდობანში რომ ვერ მოგვერიოს ბოროტი. თორე ადამიანი, რომელიც ეკლესიის გარეთ არის, რომელიც არაეკლესიურად ცხოვრობს, ის თავისთავად უკვე ბოროტის მონობის ქვეშ არის. მას უკვე ყველაფერი მოერევა, მას უკვე თავის შუაზე ათამაშებს ბოროტის სული. ამიტომ ჩვენ მოვიდეთ დედა ეკლესიაში. ჩვენ დამკვიდრდეთ იმ კლდეზე, რომელსაც უფარი ამბობს რომ კლდესაზე დააღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთსანი ვერ ეოდიან მას. ჩვენ მოვიდეთ ნოეს კიდობანში
და მთელი საქართველო რო დედა ეკლესიაში იქნება, ის გახდება უძლეველი, იმიტომ რომ მხოლოდ ეკლესიას მიცა უძლეველობის გარანტია უფალმა. დანარჩენს ყველაფერს შემოწრავს ბოროტის სული. ღურიე წყალი ყველაფერს წარყნის. აპოკალიფსიდან გახსოვთ თქვენ ურჩხულმა აი ბოროტმა სულ მეშმაკვა ამოანთხია ღურიე წყალი და დაფარა დედამიწა, თლიანად დაფარა დედამიწა ყველაფერი. მაგრამ ყრმასთან ერთად ქალწული, ანუ დედა ეკლესია ღვთისმშობელი და მაცხოვარის ეცაში აიწია და ვერ მისვლა მასო ღურიე წყალი. ამიტომ ჩვენ უნდა მივიდეთ და მოვიდეთ დედა ღვთისმშობელთან, დედა ეკლესიაში, რომ ეს მსოფლიო ღურიე წყალი, ეს წარღვნის წყალი, ბინძური წყალი, რომელიც არის გარყვნილება და საშინელი ცოდვები, რომელიც დღეს მსოფლიოს აღავსებს, ვერ მისვდეს თვითონ ჩვენთაგანს, ვერ მისვდეს ჩვენ ერს და უძლეველი იყოს ჩვენი ერი. იმიტომ რომ ესე ამბობს უფალი. ამას კლდესაზე და აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. მერთვა დაგლოცოთ, გაგახაროთ გილოსავ წმინდა ანდრია ქოსიკულის დღესასწაულს, ვინც დაარსა საქართველოში დედა ეკლესია. გილოსავთ ანდრია პირველწოდებულის დღეს, გილოსავთ ვახტანგ გორგასლის დღესასწაულს, რომელმაც ავტოკეფალია მოუტანა დედა ეკლესიას, მან მთელ მსოფლიოს აცნობია საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ მოციქულების ქადაგება საქართველოში. ეს ოფიციალურად დამტკიცდა და ოფიციალურად გააფორმა მსოფლიოს საეკლესიო კრებამ ვახტანგ გორგასლის მეოხებით, მისი ღვაწლით. ეს არის პიროვნება, რომელიც პირდაპირ ანდერს გვიტოვებს ქართველ ხალხს, ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს, ანუ თუ ჩვენ ვიქნებით თავგანწირული ქრისტესთვის, თუ ჩვენ ვიქნებით ყველაფრის დამთმობი მაცხოვრის და დედა ღვთისმშობლის გულისათვის, თუ ჩვენ თავს გავწირავთ, სიკვდილზედაც კი წავალთ ჩვენი მაცხოვრისათვის, ჩვენ უძლეველი ვიქნებით მაშინ. ღმერთმა დაგლოცოთ, აი ასეთი ცხოვრებით ცხოვრობდა ჩვენი ერი და აი ასეთი ცხოვრებით მოვიდა დღემდე და ინებოს ღმერთმა, რომ ასე ჩვენმა უფალმა და ჩვენმა დედა ღვთისმშობელმა გაგვაძლიერონ, რომ ქართველ ხალხს შერჩეს ეს სულისკვეთება ბოლომდე აღიმსოს ამ სულისკვეთებით და გახდეს უძლეველი და შეუხებელი მტერთაგან. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. ამინ.